ამას წინ გადავწყდი ერთ-ერთი ადამიანის რჩევას, რომ თურმე ეს ფილმი არის A1, A2 დონის და თუ ამ დონეებს სწავლობთ, შეგიძლიათ ეს ფილმი ნახოთ. მეგობრებო, ფილმი არის გატენილი ბრიტანული სლენგებით, აი მაგალითად ესენი და ეს სლენგები B1 დონის შემსწავლელსაც კი არ ეცოდინება, არათუ A1, A2 დონის შემსწავლელს. საქმე ის არის, რომ როცა დამწყები ხართ ინგლისურში, ჯერ ისეთი ელემენტარული სიტყვებიც კი არ იცით როგორიცაა. ანუ ამ სიტყვებსაც კი ახლა სწავლობთ, შესაბამისად სლენგებზე ლაპარაკი არის ზედმეტი. აი მაგალითად ეს არის პატარა ტექსტი, რომელსაც პერსონაჟი ამბობს ფილმში. გადაიკითხეთ. A1 დონის შემსწავლებლო ყველაფერი გაიგეთ, ხო? წარმოიდგინეთ, აი დაწერილსაც კი ვერ ხვდებით რას ნიშნავს და მოსმენილი როგორ უნდა გაიგოთ, როცა აი ამ ყველაფერს პერსონაჟი ბრიტანული აქცენტით 20 წამში ჩაადევს და იტყვის. ხო, ნუ გამორიცხულია ეს ყველაფერი. ამიტომ მეგობრებო, არ დაკარგოთ ტყუილად დრო და ენერგია, თუ დამწყები ხართ ფილმებს შეეშვით, ჯერჯერობით განვითარდით, ისწავლეთ ლექსიკა, ისწავლეთ გრამატიკა, გააკეთეთ თქვენი დონის შესაბამისი მოსასმენები და როცა უკვე რაღაც დონეზე დაგიგროვდებათ ცოდნა, შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფილმების ნახვაზე.